საქმეს აღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბაზრების მიმოხილვით. დღევანდელი სავაჭრო სესია ერთ-ერთი გამორჩეულად ვოლატილურია, ანუ მერყეობის მაჩვენებელი არის საშუალოზე გაცილებით მეტი, რაც პრინციპში იმ მოვლენებს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო შეესწრო განვლილი 48 საათის განმავლობაში. პირველ რიგში მითი უნდა დავიწყოთ, რომ დღევანდელი სავაჭრო სესია უკიდურესად მკვეთრი დაღმასვლის ტენდენციით დაიწყო, მაშინ საშუალოდ 1.5%-იანი კლება ჰქონდა ამერიკულ საფონდო ბირჟებზე, თუმცა ამჟამად უკვე ვითარება არის შედარებით გამოსწორებული. ისევ და ისევ მართალია კლებავს ხედავთ, მაგრამ თავად ვარდნის მასშტაბები არის შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნელ-ნელა ინვესტორთა განწყობა უმჯობესდება. უფრო კონკრეტულად ამ წუთებისათვის მონაცემები არის შემდეგგვარი. S&P 500 შემთხვევაში გვაქვს -0.35%, Dow Jones-ის ინდექსთან გვაქვს -0.5%, Nasdaq-თან კი კლება არის სულ რაღაც 0.15%, არადა რამდენიმე საათის წინ აქ 1.5%-ია ვარდნავს ხედავდით. აქვე კომპანიებზეც უნდა ვისაუბროთ, თუკი ინდექსებთან მიმართებით ვითარება შედარებით გამოსწორებულია, კომპანიებთან ჯერაც საკმაოდ არასტაბილური განწყობა გვაქვს ინვესტორების მხრიდან, ვინაიდან Google მაგალითად 2.5% დაეცა, Amazon-საც ლამის -2% აქვს, აგრეთვე დავღანსვლას განიცდის TSMC, Tesla-ც შემცირებულია, Berkshire Hathaway კი საერთოდაც 4.5%-ით არის შემცირებული, რაც გამორჩეულად ცუდი შედეგია Warren Buffett-ის კომპანიისათვის. აქვე ის უნდა ითქვას, რომ ზოგადად ინდექსების დასტაბილურება და წამყვანი კომპანიების აცდენა ინდექსების შედეგებთან მიმართებით არის იმითი განპირობებული, რომ ინდექსი, მაგალითად S&P 500 მოიცავს არა მხოლოდ ამ 10 ან 20 ტექნოლოგიურ კომპანიას, ასევე იმ კომპანიებსაც, რომელთაც დღეს გამორჩეულად კარგი შედეგები აქვთ. ასეთი კომპანიები კი არიან თავდაცვის სექტორში წარმოდგენილი კომპანიები, რომლებიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებენ და ძალიან ლოგიკური მიზეზების გამო ახლა მათი აქციების შეფასება იზრდება, ასევე შესანიშნავი შედეგები აქვთ ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის მომპოვებლებს და ასევე ბოლო პერიოდის განმავლობაში კარგი შედეგები უფიქსირდებათ ოქროს, ვერცხლისა და სხვა იშვიათი მეტალების მომპოვებელ კომპანიებსაც. შესაბამისად, მათი აქციების ზრდა საბოლოო ჯამში სხვა კომპანიების აქციების ვარდნას აბალანსებს და ამითი ინდექსი ასე თუ ისე სტაბილურობას ინარჩუნებს. თუმცა გლობალური ინდექსი, რომელიც საერთო ჯამში პლანეტის ყველა აქციის შეწონილ მაჩვენებელს გვანახებს, დღევანდელი მონაცემებით ამ ეტაპზე არის შემცირებული ერთ დღეში 2%-ით, ანუ პლანეტამ მაინც მიმდინარე მოვლენები მიიღო ამ ეტაპზე საკმაოდ ნეგატიურად. აქვე ჩვენ უკვე სექტორულად გადავიდეთ ამერიკიდან ევროპაში, სადაც დაღმასვლა გაცილებით მკვეთრია, როგორც ხედავთ, -1.71% გვაქვს, რადგანაც ევროპაში გაჩნდა ენერგეტიკული კრიზისის წარმოშობის ძალიან სერიოზული რისკები, რომელთა უგულებელყოფა უბრალოდ შეუძლებელია. ასევე კლება აქვს Nikkei-ის -1.25, ხოლო შანხაის შედეგი ეს არ არის დღევანდელი სავაჭრო სესიის მაჩვენებელი, ეს პარასკევის შედეგია. შესაბამისად, მასზე კომენტარის გაკეთებას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. აი, კრიზისი კი, რომელსაც პოტენციურად ევროპაში ხედავთ, არის აი ამ ბაზარზე წარმოდგენილი. ეს არის ენერგეტიკული ბაზარი, სადაც ძალიან მკვეთრი ზრდა გვაქვს. დღის განმავლობაში ამ ეტაპზე 7% არის გაძვირებული ნავთობი, დაახლოებით $78 შეადგენს ბრენტი, WTI ფასი $71 ფარგლებში. აი ბუნებრივი აირი კი, როგორც ხედავთ, ბრიტანეთსა და ევროკავშირის მასშტაბით გაძვირდა ერთ დღეში დაახლოებით 40%-ით, 40%-იანი მატება კი თავისი არსით უკავშირდება კატარის მიერ LNG-ის წარმოების გაურკვეველი ვადით შეჩერებას. კატარი ევროპისათვის არის უმსხვილესი მიმწოდებელი ბუნებრივი აირისა, ხოლო ირანული თავდასხმის შედეგად დაზიანებული იქნა კატარის რამდენიმე ნავთობ და გაზის საწარმო, რამაც საბოლოო ჯამში მიწოდების ჩაჭრის შეფერხება გამოიწვია, ამან კი მომენტალურად ბაზარზე გააჩინა ასეთი მოლოდინები, აქვთ ინვესტორებს ფიქრი და ასე ვთქვათ, შიში იმისა, რომ ევროპა შეიძლება ენერგეტიკული კრიზისი დაიწყოს, რადგანაც ევროპას ასე მარტივად არ შეუძლია თავის მიმწოდებლების ჩანაცვლება, შესაბამისად ხედავთ მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მკვეთრ ზრდას. ასევე მატება არის ოქროსთანაც, მარტივი მიზეზების გამო, როცა რისკები იმატებს სოფლიოში, ოქრო ძვირდება, ვინაიდან ის არის შედარებით სადაზღვევო აქტივი, მატება დღევანდელ სესიაზე არის დაახლოებით 0.5%, $5,300 შეადგენს დაახლოებით ოქროს ფასი. სხვადასხვა ვერცხლს აქვს კლება -6%-იანი, არადა რამდენიმე საათის წინ აქ ძალიან მკვეთრ ზრდას ხედავდით.
$85-დოლარსაც აღწევდა უნცია ვერცხლის ფასი, თუმცა როგორც ჩანს, ინვესტორებმა გარკვეულწილად მოგების განაღდება უკვე დაიწყეს და ამიტომაც აქ უკვე არის ამ ეტაპზე დაღმასვლა. ერთ წლიან პერიოდში კი ორივე მეტალს შესანიშნავი შედეგები აქვს. ოქროსთან ეს არის პლუს 84%, ვერცხლთან მინუს 178%. გავაგზავნოთ უნდა საუბარი კრიპტოინდუსტრიაზე, რომელსაც ჰქონდა ძალიან ვოლატილური შაბათ-კვირა. ჯერ იყო და ამბის გავრცელების ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ იერიში ახალი განხორციელებული იყო, კრიპტობაზარი ძალიან მკვეთრად დაეცა, ბიტკოინის ფასი ლამის $60,000-მდეც კი ჩამოვიდა, მას შემდეგ მთელი შაბათ-კვირა გავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში ინვესტორებმა გარკვეულწილად გადააფასეს რისკები, მათ აღარ აქვთ უკვე მოლოდინი იმისა, რომ რაღაცა მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ან კიდევ უფრო მკვეთრი ესკალაცია იქნება, შესაბამისად კრიპტობაზარზე უკვე ვხედავთ აღმასვლას. სხვათა შორის კორექცია სრულად მოხდა იმ დანაკარგისა, რაც დაფიქსირდა შაბათ-კვირის განმავლობაში და ამ ეტაპზე უკვე ერთკვირიან პერიოდში ხედავთ ნეტო ამონაგებს. ეს პოზიტიურ დინამიკაშიც იკვეთება, 4%-ით გაზრდილი ბაზრის საერთო შეფასება და ის $2.5 ტრილიონ აღწევს. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის 79,600, ეთერიუმის ფასი $2,000-2,100 ფარგლებშია, როგორც ხედავთ, მატება გვაქვს ჩვენ ერთ კვირაში 5.5-დან 9%-ის ფარგლებში და ჩარტი როგორც ხედავთ, აი ესე საინტერესოდ გამოიყურება, ეს არის სწორედ შაბათ-კვირის პერიოდი, როდესაც მკვეთრი დაღმასვლა ჰქონდა, ამის შემდეგ ფასები დასტაბილურდა და ახლა უკვე ხედავთ ფაქტობრივად ვერტიკალურ ზრდას. სანამ გაგრძელდება ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, არ ვიცით, კრიპტობაზარი შედარებით ვოლატილურია, აქ პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება შედარებით დასტაბილურებულია. აქვე გადავინაცვლოთ ლონდონში, სადაც წინა სავაჭრო სესიაზე, სხვათა შორის საქართველოს ბანკმა მიაღწია ახალ რეკორდულ ნიშნულს, დღეს კი მცირედი კორექცია ჰქონდა, დიდად გამოსარჩევი არაფერი, -0.52%. TBC-ის შემთხვევაში უფრო მკვეთრი იყო, სხვათა შორის დღეს ხლება -1.77% დაფიქსირდა, თუმცა მაინც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, როგორც თავად ხედავთ, TBC-საც აქვს საკმაოდ ისეთი დამაკმაყოფილებელი შედეგები. ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, აქვე ტრადიციულად მისი გასვლითი კურსი ამ ეტაპზე არის 2.69, ევროს კურსია 3.16, ხოლო სტერლინგის კურსია 3.60, ანუ ლარი გრამში არის გაუფასურებული. და ბოლოს აქვე ტრადიციულად ორივე სიტყვა უნდა ვთქვათ ფორსაითის ლარის ფონზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ. თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, მისი მოცულობა კი წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%-ს, ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებელი აღწევს 10%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც გერიცხებათ ყოველდღიურად. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.